ახლა რაიხსტაგის ნანგრევებში ვდგავარ. სწორედ სადღაც აქ იყო გერმანელთა ფიურერის ლეგენდარული ბუნკერი და სწორედ აი აქ ხდებოდა ვეებერთელა სამკვდრო სასიცოცხლო ომი, ბრძოლა, აი აქ გაიმართა. შემთხვევით არ ამირჩევია ეს ადგილი, ვინაიდან დღეს მე სწორედ აქედან, აი ამ ისტორიული ნანგრევებიდან, ამ ისტორიული აპოკალიფსისის ცენტრიდან შეიძლება ითქვას, მინდა წარმოვადგინო იმ წერლის წიგნი, რომლის შემოქმედებიდანაც პრინციპში გაჩნდა პირველად გაჩნდა თეზისი გერმანული კომპლექსისა, საერთოდ ომის კომპლექსის, ომიდან გამოწვეული ტრამვის ახსნის დიდი მცდელობა. ეს მწერალი გიუნტერ გრასია, დიდი გერმანელი რომანისტი, რომლის რომანითაც თუნუქის დოლით დაიწყო სრულიად სხვა ეპოქა გერმანულ და საერთოდ ევროპულ ლიტერატურაში. ეს რომანი გახდა თუნუქის დოლი, უცნაური თავგადასავალი ოსკარ მაცერატისა, რომელიც მოულოდნელად შეწყვეტს გაზრდას. უпростоრად გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ აღარ გაიზარდოს, ვინაიდან დიდების სამყარო საშინელია და მას არ უნდა რომ გახდეს დიდი, მას არ უნდა რომ დაემსგავსოს მშობლებს, მას არ უნდა რომ დაემსგავსოს იმ ადამიანებს, რომელთაც შექმნეს აი ეს რეალობა, რომელთაც შექმნეს ომი. გიუნტერ გრასის ტექსტით, ლეგენდარული ტექსტით, პრინციპში პირველად გახდა შესაძლებელი, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ თუ სად გადის პასუხისმგებლობა იმისა, თუ ვინ ახდეს, ვინ ქმნის აი ამ კოშმარს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგვატყდეს თავს ომის, ან დაპირისპირების, ან რასიზმის ფორმით. თითქოს და ეს ადამიანური რეფლექსიაა, ხომ და გიუნტერ გრასიც მუდმივად მიგვანიშნებს ამაზე, რომ გარკვეულწილად მცდელობა ჰქონდეს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს საკუთარი თავიდან და ვიღაცას ან რაღაცას დააბრალო თუნდაც ასეთი ტიპის ისტორიული კოშმარი, რაშიც იგულისხმება, თქვათ, მეორე მსოფლიო ომის რეალობა. გიუნტერ გრასი კი საუბრობს ბუნებრივია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და იმ ტიპის რეალობაზე, რომელიც იშვება თვითონ ძალიან უბრალო ბიურგერების, ჩვეულებრივი, თითქოს და სათნო ადამიანების ცხოვრების წიაღიდან, ყოფიდან. ასეთ ფრაზასაც კი ამბობს, რომ აი ეს გერმანული დანაშაული იშვა გერმანული წესიერებიდან, გერმანული წესრიგის სურვილისგან. აი ეს წესრიგის განცდა გადაიქცა შემდეგ აბსოლუტური წესრიგის დამყარების პათოლოგიურ სურვილში. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან პარადოქსალური, ტრაგიკულად აბსურდული აზრია. საერთოდ გიუნტერ გრასს უყვარს ასეთი მოულოდნელი, მასშოკირებელი, სილის გამწნავი სიმართლის თქმა. დიახის მამხილებელი მწერალია და სწორედ ასეთი მამხილებელი რომანია გიუნტერ გრასის ასევე საკულტო ტექსტი დედალი ვირთაგვა, რომლის თარგმანის ავტორიც გახლავთ ნანა გოგოლაშვილი და გიუნტერ გრასი აქაც უტრიალებს მსოფლიო ომების, მსოფლიო კატასტროფების, ადამიანთა შორის უცნაური და ისტერიული დაპირისპირების ფორმებს. გიუნტერ გრასის ეს რომანი პოსტმოდერნისტული რომანია, პოსტმოდერნისტული ტექსტია. ხშირად ამბობენ, რომ გიუნტერ გრასის წერის მანერა არის საკმაოდ რთული. მისი ფრაგმენტალურობისა თუ სპონტანურობის გამო. თითქოს და ცნობიერების ნაკადთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს სისტემური ცნობიერების ნაკადია. ვინაიდან გიუნტერ გრასს არასდროს ავიწყდება მკითხველი და არასდროს ავიწყდება პოზიცია. ეს მწერალი ამით გამოირჩევა. ის არასდროს არ გვიყვება ამბავს მხოლოდ ამბისთვის. ყოველთვის შანს ავტორი ამ ტექსტის მიღმა თავისი გამოკვეთილი კაფიო პოზიციით. დედალი ვირთაგვა ეს არის ამბავი, რომელიც დანახული არის ვირთხის პრიზმიდან. ოღონდ ვირთხა არ არის მხოლოდ რომელიც არ კომენტირებს და არ განჭვრეტს
ისტორიას. თითქოს და ჩვენ ისტორიას ვკითხულობ და აღვიქვავთ ვირთხის თვალიდან, ამ დაკერვებული, უცნაური, ჭკვიანი და საოცარი იმუნიტეტის მქონე არსებისაგან. ვირთხა იწყებს თხრობას ნოეს კიდობლის ამბიდან ვიდრე დღემდე. იქამდეც კი რომ ამ რომანში ჩვენ დიდი აფეთქების, ატომური აფეთქების საიდუმლოსაც კი გავიგებთ და ამაზეც კი გვიამბობს ეს არსება. ვირთხას არ უშვებენ ნოეს კიდობანში. ვირთხა თითქოს და არ უნდა გადარჩენილიყო და ის მალულად შეძვრა იქ. შეძვრა თითქოს ისტორიაში, ისეთ ისტორიაში, რომელიც თითქოს არ უნდა ყოფილიყო მისი ნაწილი, მისი მიმღები. აქვე მახსენდება ჯულიან ბარნსის შესანიშნავი წიგნი 10 თავად მოყოლილი ისტორია, სადაც თხრობა იწყება ასევე ნოეს კიდობნიდან და ნოეს კიდობანში შემძვრალი ხის ჭია, ხის მღრღნელი ჭია გვიყვება თავის თავგადასავალს, თავის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, თავის შიშებს, თავის იმედებს. ეს ძალიან საინტერესო ტექსტია, ეს უმცირესი არსება როგორ გვიამბობს უდიდესი სკეპსისითა და ეჭვით და დაკვირვებულობით სამყაროს გადარჩენის ისტორიას. აი ვირთხა კი, გიუნტერ გრასის ვირთხა კი არ გვიყვება სამყაროს გადარჩენის ამბავს. ეს გვიყვება სამყაროს კატასტროფის ქრონიკას. თითქოს და ვირთხა ატარებს აი ამ კატასტროფებს და იკვლევს ამ კატასტროფების წარმოშობის მიზეზს, რადგან ვირთხა არის არსება, რომელიც თითქოს და ცენტრშია ისტორიის და თან არც არის, თან თითქოს განდევნილია ისტორიიდან. გიუნტერ გრას კარგ ხანს უტრიალებდა ვირთხის სახეხატება, ის ხშირად როგორც კომპოზიტორები უბრუნდებიან მუსიკალურ თემას, გიუნტერ გრასიც უბრუნდებოდა ვირთხის თემას, როგორც უცნაური და ჭკვიანი და ბრძენი დამალული ცხოველის ისტორიას და ეს ელემენტები გვხვდება ასევე მის საკულტო ტექსტშიც თუნუქის დოლი. ძალიან საინტერესო წიგნია, მით უფრო რომ გიუნტერ გრასი არის ერთ-ერთი ისეთი მწერალთაგანი, რომელიც არასდროს ივიწყებს კერძოდ ადამიანურ და ზოგად საერო საკაცობრიო პასუხისმგებლობასაც. ახლაც კი, თუნდაც ახლაც კი გიუნტერ გრასი ხშირად მიუთითებს და მიუნიშნებს ხოლმე მკითხველებს და საზოგადოებას თუ რა მნიშვნელოვანია რომ არ დაავიწყდეთ გერმანელებს და ევროპას არ დაავიწყდეს ის რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. და ამ რეალობაში, სადაც თითქოს და ეჭვები გაჩნდა მულტიკულტურალიზმის მიმართ და ასეთი ფრაზაც კი გაისმა, რომ მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადა აი ამ დანგრეულ და იდეებისგან განძარცულ სამყაროში, გიუნტერ გრასი კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რა სახიფათო არის ჩაკეტილი საზოგადოებისაკენ ლტოლვა და არ მიღება განსხვავებულისა. ის ახალგაზრდებს ახსენებს, თუ რა იყო ნაციზმი, რა საიდან წარმოიშვა ანტისემიტიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენადაც კი, რომ გიუნტერ გრასმა ისიც კი გაბედა და შარშან, როდესაც ძალიან გააქტიურდა საუბრები ისრაელ-ირანის შესაძლო ომის შესახებ, გიუნტერ გრასმა დაწერა პოემა, სადაც ის ისრაელს როგორც სახელმწიფოს აკრიტიკებდა. კაცმა, რომელმაც დაიწყო ტენდენცია გერმანული კომპლექსის გაანალიზებისა და რომ არა გიუნტერ გრასი აი ეს დანაშაული ებრაელთა მიმართ შეიძლება არც ყოფილიყო ამ პრიზმით განხილული. ამ შემთხვევაში კი უკვე გიუნტერ გრასმა გააკრიტიკა ისრაელი როგორც შესაძლო მილიტარისტული კამპანიის დამწყები და ინსპირატორი ახალი დიდი ომისა, რომელსაც მადლობა ღმერთს პრინციპში ალბათ გადაურჩა სამყარო. ასე რომ გირჩევთ კიდევ ერთხელ გიუნტერ გრასის დედალ ვირთაგვას, ასევე მისი სხვა რომანებიც უკვე გამოსული არის ქართულ ენაზე და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო იქნება ამ წერლის ტექსტის პრიზმიდან გააზრება იმისა, თუ ვინ ქმნის და საიდან იბადება კონფლიქტი, რა წარმოშობს მცირე კონფლიქტებს, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ხოლმე გლობალურ აპოკალიფტურ პრინციპში კონფლიქტებში. ასე რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ გიუნტერ გრასს.